სტრატეგიული პარტნიორობა, ეს ფარატინა კახალდი იყო რეალურად სტრატეგიული პარტნიორობის მისხალიც კი არ იყო იქ თავისი პროქსის მეშვეობით, მაგალითად მარიონეტის მეშვეობით მართავდნენ აქ სიტუაციას და შემდეგ უკვე მეხუთე კოლონის ეს პუნქტები შეუსრულებელი იყო მთელი ამ წლების მანძილზე, ხო, იქ რაც სიყალბე, ამიტომ ესეთი რაღაცები არ უნდა დავიჯეროთ საქართველოს და შეერთებულ შტატების სახელმწიფო შორის სტრატეგიული ურთიერთობები ну, არასდროს ეგეთი რაღაც. ეხლა სამხედრო დახმარება იქ ბევრი რამეა ეხლა. სამხედრო დახმარება გაგვიწიეს, იმიტომ რომ გვეუბნა რუსეთთან. ესეც პროექტი იყო. და შევარდნაძე რასაც არ ეთანხმებოდა სხვათა შორის, იმიტომაც დააყირავეს და შევარდნაძემ დაიწყო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება გალში, მაგალითად 2003 წლის თებერვალში შეიყვანეს რუსეთთან შეთანხმებით დევნილები და რამდენიმე თვეში ჩამოაგდეს მაგეთო, იმიტომ რომ ამერიკული და მათ შორის ევროპული საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში ემყარებოდა კონფლიქტების მოუგვარებლობას აფხაზეთის, ცხინვალის და მთიანი ყარაბაღის. ნახეთ აზერბაიჯანის წინააღმდეგ რამხელა აგრესია, იმიტომ რომ მოაგვარეს მათ გარეშე. აი, ხდება იყო გუშინ, რომ ყარსის პროექტთან დაკავშირებით რომელსაც ამერიკა ეწინააღმდეგებოდაო, ეს საერთოდ შემიძლია ამაზე ვილაპარაკო. კი, შევარდნაძის დროს იყო. და საქართველოში ბლოკავდნენ ამას და შევარდნაძეს შეთანხმება. ეგრე იყო ნამდვილად ვადასტურებ, მონაწილე ვიყავ მაგ პროცესების. ეხლა უშუალო არა, მაგრამ ინფორმაციები მქონდა მაშინ. მართლაც ეგრე იყო. იქ არგუმენტს აჟღერებდნენ, რომ აი ფოთის სპორტს მოაკლდება ტვირთები და რაღაცები. ნუ ფაქტია, რომ ეხლა ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა კაცმა. ეხლა ტრამპის ამერიკასთან ჩვენთვის არის ძალიან საინტერესო ურთიერთობები. ეხლა ნახეთ როგორ მუშაობს პოლიტიკაში ეგ თემა. პოლიტიკაში არის ესე, ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია. ვინ არის ტრამპის ყველაზე დიდი მტერი? ხო, ჩინეთი? არა. რუსეთი? არა. ტრამპის ყველაზე დიდი მტერი არის ეს ლიბერალ გლობალისტები. ანუ სუპერმდიდრების კორპორაცია, რომელსაც უნდა გლობალისტური სამყარო თავისი, ესე იგი, გემოვნებით მოაწყოს, რომ თვითონ მართონ ყველაფერი. და ტრამპს ეგ არ უნდა, იმიტომ რომ ტრამპს მიაჩნია, რომ ამერიკას არავინ არ ჭირდება მოცილე და მოზიარე ჰეგემონიაში და გავლენებში და პროცესების მართვაში. ეს ბრძოლა მიდის. ამიტომ ტრამპი არის დაპირისპირებული სამკვდრო სასიცოცხლოდ ორჯერ მოკინაღა მოკლეს, ხოცდელობა იყო ამ ლიბერალურ გლობალისტებთან. რამდენად გამოუვა კიდევ აქედან და არ ვიცი. ჩვენ ვართ ასევე დაპირისპირებული ეს ზალაგვებზე სწორედ, ეს ომის პარტიას რო ვიძახით, ამათი ნაწილია ეს ნეოკონსერვატორების და შტრაუსიანელების დაჯგუფები. ჩვენ ვართ ამათთან დაპირისპირებული, ორბანი ამათთან დაპირისპირებული, ორბანის მკვლელობაც სადეს შარშან. ფიცოს მკვლელობაც სადეს შარშან, ხო? ამიტომ ეს არის სერიოზული ომი და აქ ისე არა აქ ტრამპს რო რაღაცა თავზე საყრელი ყავდეს მოკავშირეები. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ტრამპისთვის ახლა საქართველოს ტოპ პრიორიტეტებში ნამდვილად არ შედის. ძალიან პატარა ვარ სამაგისოდ ალბათ. როგორც ასეთი, მაგრამ და რაღაცა ეს ღირებულებითი თანხმედრა არსებობს და იდეოლოგიური ფრონტის გაშლა მას სჭირდება. ხო ხედავთ ეგრე ილონ მასკი რა აქტიურია გერმანიის მიმართულებით, თუნდაც ბრიტანეთის მიმართულებით, ხო? ეს ეგრე არგენტინა, თვითონ შეერთებული შტატები უკვე, ეს ორბანი საქართველოს და უჩუმრად, ანუ რუსეთიც კი მისი მოკავშირე გამოდის ამ იდეოლოგიურ ბრძოლაში და ჩინეთიც. ეს არის მთავარი ბრძოლა და შემდეგ მოდის უკვე გეოპოლიტიკური განზომილებაც, რა თქმა უნდა არსებობს, რა თქმა უნდა ამერიკას თავისი ინტერესები აქვს, იქ სავაჭრო გზების კონტროლი იქნება, იქ რუსეთის ასე ვთქვათ შესუსტება იქნება თუ ასე შემდეგ. ეს უკვე დღეს ქვედა რიგის ამოცანაა.